Ეთნობის ეთერშია მთავარი 6-ზე მე ქეთი კვაჭანტირაძე ვარ. პიაკაუმას გაუქმებული ვიზიტი საქართველოში და რეჟიმის სრული იზოლაცია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. პირველ რიგში უნდა დავიწყო სამძიბრით, რომელიც მინდა გამოუცხადო მთელ საქართველოს. სოფელ საბერიოში გარდაცვლილი 5 მცირეწლოვანის გამო და გულწრფელად თქვა, რომ ეს უმძიმესი მოვლენა უკავშირდება მათ შორის იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე კონტროლი აღდგენილი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ბავშვების სიცოცხლეს უკავშირდება ამბავი, ამაზე უფრო მძიმე ვერაფერი ვერ იქნება ამ წუთში. ამიტომ კვლავ გავიმეორებ, რომ ჩემს გამოსვლას ვიწყებ სამძიმრის გამოცხადებით მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. მთელი საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პიაკაუმა აქ ვიზიტს აუქმებს და არა გადადებს. მე მინდა რომ კორექტივები შევიტანო იმაში, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებით, ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის ვიზიტის გაუქმება, ვინაიდან დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიანად შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც 40 დღეა უკვე დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. ბევრ სხვა რამესაც ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში ამას. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები. ვინაიდან არჩევნები არის გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ. ქართველი ხალხის შემდგომ ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის დამსახურება. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ. ნომერი 4 კოალიცია ცვლილებისთვის, ნომერი 5 ნაციონალური მოძრაობა და მისი კოალიციური პარტნიორები და ნომერი 9 ლელო და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის საპარლამენტო ასამბლეას და უთხრეთ, რომ ჩვენ უბრალოდ შეხვედრებს არ დავესწრებოდით, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ ვითარებაში საუბარი საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართულ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების იგივე შინაარსის მიმართვა. სამ პროდასავლურ ძალასთან ერთად ცალკე იყო უკვე მიმართვა კახარიას პარტიის, რაც დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის ერთიანობას ამგვარ საკითხებში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ბუნებრივია ეს იქნებოდა შეცდომა აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელაც ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთოს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ამოცანაა ეს, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების.
მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ მხრივ ზოგჯერ უსამართლოდ იჩაგრებიან, ჩვენ მუშაობთ გამალებით, რომ ეს არ მოხდეს, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს და აქ ჩვენი წვლილი შეგვაქვს. რაც შეგვიძლია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. მეორე საკითხი ასევე საერთაშორისო მიმართულებით არის ის, რომ კონგრესში უკვე შესულია საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული არაღიარების პოლიტიკის და ამგვარი აქტი მიღებული იქნა მხოლოდ 2020 წელს ბელორუსთან დაკავშირებით. მე გულისხმობ ჩვენს რეგიონს. ამით დასტურდება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითგამოცხადებული ხელისუფლება, მე ასე ვიტყოდი, რომელიც შედგება თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ დანიშნული არალეგიტიმური მთავრობის და არჩეული არალეგიტიმური მასხარა პრეზიდენტისგან, ეს ხელისუფლება არ იქნეს აღიარებული უკვე კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სავალდებულოა მთელი ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისთვის. მეორე მესამე ბოდიში მეგობარი აქტი, რომელიც მიღებული იქნება, უკვე ცხადია, რომ ის მიღებული იქნება, რომელიც მხარს უჭერს ქართულ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დავკარგეთ იმის გამო, რომ საქართველოში შედგა არჩევნები გაყალბებული შედეგით და ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ვკარგავთ უბიზო რეჟიმს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ამოღებულია სწორედ ამ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო მეგობარი აქტიდან და ასევე ვკარგავთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ასევე ამოღებულია მეგობარი აქტიდან ამ კონკრეტული არალეგიტიმური არჩევნების პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის გამო. ეს არის უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ისტორიული დანაკარგი, რომელიც ვერ აღდგება, ვიდრე ჩვენ არ აღვადგენთ საქართველოში დემოკრატიულ წყობილებას, ვიდრე არ გავუშვებთ ხელისუფლების უზურპატორებს მათ მიერ ხელში ჩაგდებული ხელისუფლებიდან, ვიდრე გაყალბებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები არ გამოვლენ თავისუფლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ მეგობარი აქტში ჩვენ ვხედავთ ჩინეთის, რუსეთის, ირანის გავლენების შესახებ ტექსტებს. ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებულია არა მხოლოდ მისი კონკრეტული მტრის, არამედ დემოკრატიული სამყაროს მტრებთან თანამშრომლობაში და თქვენ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ვიზიტები გახსოვთ ჩინეთსა და ირანში და გულწრფელად გეტყვით, მე სულად დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ვიზიტები შეიძლება შედგეს რუსეთშიც, მაგალითად 9 მაისს თვითგამოცხადებული მასხარა პრეზიდენტის მიერ, აღლუმზე შეიძლება ის ვიხილოთ რუსეთში. მეგობარი აქტი ასევე მოითხოვს არჩევნების გამოძიებას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არჩევნები გააყალბა და ასევე მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი, პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები აღწევენ იმას, რომ ყოველდღიურად საქართველოს დემოკრატიული წყობილების აღდგენის საკითხი მიიწევს წინ კონსტიტუციური გადატრიალება, რომელიც დასრულდა ხელისუფლების უზურპაციით ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიერ, ყოველდღიურად ნაკლებ უბრალოდ უფრო გაცილებით უფრო მეტ დაგმობას, გაცილებით უფრო ნაკლებ ხარდაჭერას და სერიოზულ პრობლემებს იქმნის საკუთარი თავისთვის, ოღონდ არა ქვეყნისთვის. ჩვენ მხედველობაში უნდა გქონდეს ის, რომ ქვეყანა ამ სანქციებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს დაედო და ლეგიტიმაციის ნულოვანი პოლიტიკით
ქვეყანა და ხალხი ჯერჯერობით არაფერს არ კარგავს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვიდრე არ იქნება მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები, ჩვენ პოზიტიური მიმართულებით ცვლასაც ვერ შევძლებთ. და ძალიან საეჭვოა, რომ განვითარების რაიმე პერსპექტივა გქონდეს, თუ ასეთი ცვლილებები არ მოხდება, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ხალხი, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის მთავარი მოთხოვნა. ამის შემდეგ მოდის პოლიტპატიმრების თავისუფლება და ყველაფერი დანარჩენი, რაც უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური საკითხები. დიდი მადლობა, თუ რამე შეკითხვები გაქვთ. შეიძლება თქვენ ოპოზიციის სახელმწიფო საუბრობთ დამხმარებელს და მე მაინტერესებს ეს საზოგადოების მიმართებაში ოპოზიციის მიდგომა კონკრეტულად კი როდესაც ეუბნებით საზოგადოებას რომ უნდა იდნენ ახლა ქუჩაში გამოხატონ პროტესტი და ვხედავთ რომ ოპოზიციის ნაწილი მაგალითად არ არის იქ მეტი სხვა ნაციონალისტური პარტიები ისწავლებს უდაურში ლევან ხაბეიშვილი საიზმერში ეს რამდენად სამართლიანი მიდგომა არის მაშინ როდესაც საზოგადოებას ეუბნებით რომ უნდა გამოვიდნენ აქციებზე და რიგი ოპოზიციის ნაწილი წევრები ამ დროს არ არიან მართლობთ. პირველ რიგში მე არ ვიცი ვინც ადისვენებს. მე საზოგადოებისთვის არაფერი არ მომიწოდებია, საზოგადოება აქეთ მოგვიწოდებს, რომ ჩვენ გავიდეთ და გავდივართ მათი მოწოდების საფუძველზე სწორედ და არა პირიქით. რაც შეეხება ნათიას და ლევანს, მე არ მგონია, რომ მათ ვინმეს შეძახილი ჭირდებოდათ საქართველოს ინტერესების დაცვაში. პირდაპირ გეუბნებით. და თუ ადამიანი ახლა 2 დღით სადმე წავიდა, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა აქციებზე და რაღაცა 2 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ მოვიდეს შესაბამის ფიზიკურ რაღაცა განწყობაზე და შესაძლებლობები აღიდგინოს, იმიტომ რომ გააგრძელოს აქციებში მონაწილეობა და საქართველოსთვის ბრძოლა, ამაში პრობლემას ვერ ხედავ. მე ლევანის და ნათიას დასაგმობად არ გამოვდგები, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. მე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება არის ტრაგედიის პოლიტიზირება თქვენი აზრით ადამიანს სწორია. არის პოლიტიზირება. მე რაც თქვის პოლიტიზირება იყო? მაგალითად, დავარქე ჟურნალისტმა თავის ჩარკვაში თქვა, რომ არა ჩამქრალი შუქი და ფეჩის ანთების საჭიროებაო, ეს შეიძლება არ მომხდარიყო. მაგალითად, ასეთი რაღაცა ხელისუფლებისკენ ისრების რამდენად სწორია. ამ ტრაგედიის პოლიტიზირება არასწორია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამ ტრაგედიის ერთადერთი ამოხსნა არის რუსეთის ოკუპაცია. ეს თუ პოლიტიზირებაა თქვენთვის, მაშინ იყოს პოლიტიზირება. ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის არ არის ახსნა. კიდევ? მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ეს არის პასუხი ქართული საზოგადოების, ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციაზე და მათ პროტესტზე, ასე გამოიხმაურა და ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის გადაწყვეტილება და მისი გაუქმებული ვიზიტი საქართველოში. ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა კონგრესში შესულ ორი აქტის, მეგობარი აქტისა და ქართული ოცნების კოშმარის არაღიარების აქტის მნიშვნელობაზე. საკუთარი ბრიფინგი კი საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრით დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. პიაკაუმას გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. პიაკაუმამ საქართველოში აღარ ჩამოვა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართული ოპოზიციის ლეგიტიმური პრეზიდენტის და პარტნიორების მიმართვის შემდეგ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. დისკუსიებისა და სიტუაციის ყურადღებით განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება გადავდო საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავაც მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა მხარეს და გავწიოთ დახმარება ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ეუთოს პრეზიდენტ პიაკაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე როგორც არასდროს, ისევე როგორც ახალი არჩევნები.
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აქ, როდესაც იბრძვის ქუჩაში 40 დღეა იმისთვის, რომ ახალი არჩევნები მიიღოს და ეს ქვეყანა არ გადავიდეს ევროპული ორბიტიდან, ამის გათვალისწინება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან არის ერთ-ერთი სწორი გამოსავალი, ამიტომ მადლობა მინდა მას გადაუხადო იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების, რომელიც პროტესტში არიან ჩართული და ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა არიან, მათი მდგომარეობა და მათი პოზიცია გაითვალისწინა და აგრეთვე მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის პოზიციაც გაითვალისწინა, მათ შორის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. სწორი და დროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და მისი ხელმძღვანელის მხრიდან, რომ ძალიან კარგად ესმის, რომ ნებისმიერი ასეთი თუნდაც რუტინული ვიზიტი, ნებისმიერი მსგავსი კონტაქტი არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლებთან გამოყენებული იქნება ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის და რუსული პროპაგანდის მიერ სათავისოდ თითქოს ივანიშვილის რეჟიმს კიდევ სადღაც ვიღაცა აღიარებს ან ხვდება ან ხელს ართმევს. ჩვენი წერილის მიზანი იყო ის, რომ ვიზიტის გადადება მომხდარიყო და არა გაუქმება, რაც ასეც მოხდა, რათა ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს არ შეექმნა განცდა იმისა, რომ მის რეჟიმს ლეგიტიმაცია აქვს, რაც სინამდვილეში ესე არ არის შესაბამისად მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამთ, რომ იქნება შესაძლებლობა ეუთოსთან მუშაობის, მაშინ როდესაც ახალი არჩევნები და საქართველოს დემოკრატიული დღესასწაულისთვის დაბრუნება მოხდება. აქცია იყო ვისოლის სათაოფისთან, მოქალაქეები დამფუძნებლების პრორუსულ პოლიტიკას და რეჟიმთან თანამშრომლობას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ საზოგადოებას ბოიკოტი გამოუცხადონ ვისოლს და მის მფლობელობაში არსებულ ყველა კომპანიას და მათ პროდუქციას. საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი კი კომპანიის სარეკლამო რგოლიდან მშვიდობიან დემონსტრაციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოჭრას მოყვა. დავით კობიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდებოდა დღეს აქციაზე. არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს ეს იყო ის მთავარი გზავნილი, რომელიც ჰქონდა დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ვისოლის სათაო ოფისის შენობასთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები. ამ ადამიანებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ისედაც კარგად იყო ცნობილი, როგორც ვისოლ ჯგუფის, ასევე მისი პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის პოლიტიკური გემოვნების შესახებ და ის, რომ ფხაკაძე არის აქტიური მხარდამჭერი ოლიგარქის გუნდის და ამ გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების, თუმცა საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული პროტესტი და მწვავე კრიტიკა გამოიწვია სარეკლამო რგოლიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოშლამ, თუმცა ამ სარეკლამო რგოლში ანდრო ჭიჭინაძის მხოლოდ ხელის კადრი დატოვეს. შემდგომ ვისოლ ჯგუფმა გაავრცელა განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე, ეს კადრიდან ამ კლიპის დაკორექტირება არ უკავშირდებოდა მათი განცხადებით პოლიტიკურ მოვლენებს და კონტრაქტის მიხედვით ნებართვა აღარ ჰქონდათ ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან, რომ მისი კადრები ყოფილიყო გამოყენებული ამ კლიპში და სწორედ ამიტომ დაკორექტირდა, თუმცა როგორც ლიკა გუნცაძემ ანდრო ჭიჭინაძის დედამ გაავრცელა განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში, მას ვისოლ ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ საზოგადოების კრიტიკის შემდეგ დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მათთან დეტალების გავლა, რაზეც უკვე ოჯახმა უარი განაცხადა. გარდა ამ ფაქტისა და ამ ფაქტის პროტესტისა, დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს მრავლად ჰქონდათ მოტანილი საპროტესტო ბანერები, რომლითაც კიდევ ერთხელ ახსენებდნენ საზოგადოებას იმ კორუფციული ფაქტებს და კორუფციული ფაქტების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, მათ შორის აქ სიტყვით მიმართვის დროს, რომლებშიც მათი თქმით ჩართულია ვისოლ ჯგუფი, მისი დამფუძნებლებიც, მისი პრეზიდენტიც სოსო ფხაკაძეც. ამიტომ ახლა ამ ადამიანების მთავარი თხოვნა საზოგადოებისთვის არის ის, რომ ყველა სახის ამ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა და მათ შორის იმ პროდუქციის შეძენა, თუნდაც რომელიც კავშირშია ვისოლ ჯგუფთან. ამ კომპანიის მმართველებისგან ბევრი არასწორი განცხადება გაგვიგია და ამას ეს უკვე ახალი არ არის, მაგრამ რაღაცნაირი მთავარი წერტილი ჩემთვის პირადად იყო ანდროსთან მიმართებით, რაც გააკეთეს. მე თავი იმართლეს, თითქოს ეს ყველაფერი რაღაცნაირად სხვა რამეს უკავშირდებოდა კონტრაქტს და რეალურად ეგეთი რამე გააკეთეს, რომ ადამიანი ამოჭრეს, ანუ მისი სახე ამოჭრეს, მაგრამ ხელი დატოვეს. ეს ცინიზმია რა. ზუსტად ამ ცინიზმის გასაპროტესტებლად გევარ დღეს მე.
ეს ზუსტად იგივეა, რაც მაგალითად ავტორების გაქრობა, ავტორების სახელების დაშიფრვა მაგალითად, ან წიგნების აკრძალვა, ან სპექტაკლების აკრძალვა. ესენი ცდილობენ, რომ გადავიდნენ რეპრესიულ მექანიზმებზე, ამოჭრან, გაგვაქრონ, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ძალადობრივ სისტემას უპირისპირდებით. საზოგადოების რეაქცია უნდა იყოს ერთნიშნულოვნად ბოიკოტი. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ბოიკოტი გამოუცხადოთ იმ ბიზნესებს, რომელიც ვისოლ ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ არის. ჩვენ არ უნდა გავამდიდროთ ის ბიზნესი, რომელიც აფინანსებს მოძალადე მთავრობას. და მგონია, რომ ანდროს ამოჭრა პირველია, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გავიყენებ რა ბოდიში. კი ბატონო, ანდრო სალამი აქედან, იმიტომ რომ ვიცი რომ ინფორმაცია დიდად არ შედის ხოლმე, შეიძლება უყურებდეს ტელევიზორს და ჩვენ დაგვინახოს ასე რომ ანდრო გვენატრები, შენთან ვართ, გვაკლი ხარ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიზნესის დამფუძნებელი და მფლობელი გამოირჩევა ქართული ოცნების მიმართ ლოიალურობით და ჩვენ ვიცოდით ვისთან გვაქვს საქმე, მაინც იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი აი ამ სიმახინჯის ნახვა, რასაც ქვია სტალინური რეჟიმის ტრადიციების გაგრძელება, როდესაც ხალხს ჭრიდნენ ფოტოებიდან, ხალხს, რომელსაც სისტემა აშავებდა, ხრეთდა და მერე ადამიანების საზოგადოების მეხსიერებიდან ცდილობდნენ ყველანაირი ფორმით ამოეშანთათ ის ადამიანი. აი ამაში ეხმარება ვისოლი დღეს ხელისუფლებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ სტალინური რეჟიმის მსგავსი უბედურება დაამყაროს. ამიტომ ასეთმა ადამიანებმა, ასეთმა კომპანიებმა ვერ უნდა ისარგებლონ ჩვენით, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შვიდად ლამაზად ისუნთქონ ჩვენ მიერ აღებული თანხები. ამიტომ უნდა გამოუცხადოთ ბოიკოტი, მე პირადად ვარ ბოიკოტში ამათთან, ამათ პარტნიორ ბრენდებთან, ყველასთან, არ შევიძენ არაფერს ამათგან და მოუწოდებ ყველას, რომ გადავდგათ აი ეს კომპრომისო ნაბიჯი. ცენზურა ჩვენზე კარგად ვიცით, ახლა კინოს წარმომადგენელმა რა არის და ეს პირდაპირ ესეთ მდგომარეობაში მდგას ადამიანი, რომელიც არაფრის გულისთვის ზის ციხეში, ეს ყველა მიცის აბსოლუტურად და იმის ხელს როტოვებ, მაშინ ეგეც გასარკვევია, რამდენად გქონდათ უფლება თუნდაც მარტო ხელი დაეტოვებინა თუ კონტრაქტი იყო გასული, ხო? ეს არის მათი პოზიცია, ეს არის გაცხადებული პოზიცია, ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია და რა ვიცი, ყველას მოუწოდეთ თვითონ საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ რაც შეგვიძლია მინიმუმი ამ შემთხვევაში გავაკეთო, არ ვითანამშრომლოთ აი ამ გარეწარე ადამიანის კომპანიებთან. ვისოლ ჯგუფი არის ერთ-ერთი, რომელსაც არანაირი არც განცხადება გაუკეთებია, არც რუსულ კანონზე, არც ადამიანების წამებაზე, არც გაყალბებული არჩევნებზე და პირიქით კორუფციულ გარიგებაში არის ამ რეჟიმთან, აგერ იპოდრომზე ფაქტობრივად სადაც მწვანე ზონა უნდა გაკეთებულიყო, ბეტონის ჯუნგლების აშენებას გეგმავენ და ცალკე რა თქმა უნდა პირდაპირ არიან დაინტერესებული ამ რეჟიმის სიცოცხლის უნარიანობა გაგრძელდეს, ასე ვთქვათ. მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდო, არ ჩაარსხან ვისოლის ბენზინი, არ ისარგებლონ მათი კვების ობიექტებით, არც დანკინი იქნება თუ ვენდი თუ სმარტი თუ ასე სხვა ასე ვთქვათ კვების ობიექტებით და გამოუცხადონ ბოიკოტი ამ რეჟიმის და ამით ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივაყენოთ ზიანი ამ რეჟიმს, რომ მათი დაფინანსების წყაროები შემცირდეს და ამათ მას იგრძნონ. აქცია ვისოლის სათაო ოფისთან დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა და აქ შეკრებილი მოქალაქეები უკვე გადანაწილდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე და ისინიც ბუნებრივია დღეს საღამოს მივლენ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს უკვე მოქალაქეები ამჯერად გეგმავენ, რომ შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ. მადლობა დავით, ეს დავით კობიძე იყო. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები კი ვინც ღიად გმობს ოლიგარქის რეპრესიულ პოლიტიკას და ანტიევროპულ გადაწყვეტილებებს ერთიანდებიან. მეწარმეებმა, რომლებმაც თბილისის მერის მიერ შეთავაზებულ საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, საკუთარ პროდუქციას სხვაგან გამოფენენ. მათ სივრცე ბაზარი ორბელიანმა დაუთმო და სწორედ ამ სივრცეში ექნებათ მომხმარებლებს საშუალება გაეცნონ და შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები. ნინო გაზდელიანი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით, გისმენინო.
დიახ, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ქართულმა ოცნებამ თავისი ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს რუსთაველის გამზირზე და აი ამ ფორმით ისინი უარს ეუბნებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოისმინა მთელმა ქვეყანამ 28 ნოემბერს და შესაბამისად გაემიჯნენ როგორც ამ გადაწყვეტილებას, რომელიც აშორებს ქვეყანას ევროინტეგრაციას და ასევე იმ ძალისმიერ მეთოდებს, ძალიან ბევრმა ბიზნესმა უარი თქვა და საერთოდ გაემიჯნა ქართულ ოცნებას, მათ უარი თქვეს სხვადასხვა მერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, მათ შორის დიახ ერთ-ერთი იყო სწორედ საშობაო ბაზრობა და საახალწლო ბაზრობა და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა ფინანსური თვალსაზრისით, რადგან მთელი წლის განმავლობაში ისინი ქმნიან ნაწარმს, რომელსაც ძირითადად სწორედ აი ამ დღეებში, ამ სადღესასწაულო დღეებში ყიდიან, ამის მიუხედავად მათ ამ ფორმით გამოხატეს საკუთარი პროტესტი და უარი თქვეს მონაწილეობა მიიღოთ ქართული ოცნების მიერ და მერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. სწორედ აი ასეთ მეწარმეებს ორი კვირის განმავლობაში წინა საახალწლო დღეებშიც და აი ამჟამადაც დაუთმო ბაზარი ორბელიანმა და მათ ყოველდღიურად დაახლოებით 35 მეწარმეს, მცირე მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს სივრცე გამოიყენონ. აქ ძირითადად არიან წარმოდგენილი ის კომპანიები, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. ამ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ტკბილეული, ასევე სხვადასხვა ფორმის სანთლები, სადღესასწაულო სანთლები, ასევე ტყავის ხელნაკეთები, ხის სათვალეები, ხის სამკაულები. მოკლედ ძალიან დიდი არჩევანი არის. აქ თუ ვისაც აქვს სურვილი, რომ მაგალითად საჩუქარი გაუკეთოს ახლობლებს წინა საახალწლო და საშობაო შობის წინ, შესაბამისად აქ ძალიან დიდი არჩევანი აქვს და აი ამ მეწარმეებმა ასევე ამ ერთად დგომით, ამ სივრცეში გაერთიანებით გამოხატეს პროტესტი და უარი უთხრეს ქართულ ოცნებას იმ პოლიტიკაზე, რასაც მთელი ქვეყანა აპროტესტებს. მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, რომ გაუქმდა ზოგი კერძო საშობაო მარკეტი, ზოგ მარკეტში თვითონ მეწარმეებმა აღარ მიიღეს მონაწილეობა და რეალურად დადგა ისეთი სიტუაცია, რომ მცირე მეწარმეებს ყველაზე მეტად დაჭირდათ ხელშეწყობა, იმიტომ რომ ამ პროდუქციის თავიანთი ულამაზესი ხელნაკეთი ნივთების, რომელსაც მთელი წელი შრომობენ, აკეთებენ, ამზადებენ საშობაო საახალწლოდ, დარჩათ რეალიზაციის გარეშე და ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათთვის 27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით სრულიად უსასყიდლოდ დაეთმო ჩვენი სივრცე და მიეცა საშუალება, რომ მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა თავისი პროდუქცია. უარი ვთქვი მერის მიერ მოწყობილ საშობაო სოფელში, რადგან მე არანაირად ეხლა კი არა თავიდანვე არანაირად არ ვემხრობოდი მე ამ მთავრობას, ვიცოდი რას წარმოადგენდნენ და რისი მომტანი იყვნენ ქვეყნისთვის, ეხლა მით უმეტეს, არანაირ სურვილი არ მქონდა, რომ მის მოწყობილ ღონისძიებაში მიმეყო მონაწილეობა. დაგვეხმარა ბაზარი ორბელიანზე, შეგვიწყო ასეთ გაფიცვულ მეწარმეებს ხელი და გამოგვიყო თავისი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც იმ მეწარმეების, მცირე მეწარმეების, ასევე უნდა გაიფიცნონ დიდი მეწარმეებიც, რავი, საჯარო სამსახურებიც, მარტო ჩვენი გაფიცვა არაფერს არ მოუტანს, მე მგონია ქვეყანას. ყველა უნდა მოგვბაძოს. და რაღაცა დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. და უბრალოდ ძალიან უხერხული იქნებოდა, რომ სადღაც 100 მეტრში ის რაც ხდებოდა, ჩვენ ვიდგეთ იქ და მივიღოთ მონაწილეობა აი ამ ცეკვა, თამაში, ჟრიამულში, სადღესასწაულო განწყობა, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს ყველანი ერთად ვიდგეთ, გარეთ გამოვიდეთ და არა რუსულ მთავრობას. ვირჩევ მე ჩემი შვილების მომავლისთვის თავისუფალ ევროპულ მომავალს და იმიტომ ვარ აქ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაზარი ორბელიანს, რომ მოგვცა ამის საშუალება. მე პირადად უარი ვუთხარი მერის მიერ ორგანიზებულ მარკეტს და ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე ვიყავი დამოკიდებული. ევროპული სტანდარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ არის, რომ ჩვენ ამ პოზიციაზე ვდგავართ და დღეს მონაწილეობთ ზუსტად ამ მარკეტში და ზუსტად ამ ეგიდით მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ და გვინდა ევროპული მომავალი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
Ასეთი არის იმ მეწარმეების პოზიცია, რომლებმაც უარი თქვეს მერიის და ქართული ოცნებისმიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად მათთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ, თუმცა როგორც ამბობენ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ევროპული მომავალი და შესაბამისად ისინი ახლა დგანან ქართველი ხალხის საზოგადოების გვერდით, რომლებიც ასევე აპროტესტებენ როგორც 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, ასევე იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე და ყველა იზიარებს და მოითხოვს იმ ორი ძირითადი მოთხოვნის შესრულებას, რომელიც არის როგორც რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ასევე ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა. ინო გაზდელიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. უწყვეტი პროტესტის მე-40 დღე და მზადება შობის ღამისთვის. შობის ღამეს თბილისში მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ტაძართან შეხვდებიან და ანთებული სანთლებით შეეგებებიან დღესასწაულს. მანამდე დედაქალაქში სხვადასხვა ადგილიდან მოეწყობა საშობაო მსვლელობები და ალილო ღამე კი მსვლელობის მონაწილეები ისევ რუსთაველზე მივლენ და შობას ერთად შეხვდებიან. ეს დღესასწაულები, როგორც არის თქვა, ახალი წელი, როგორც ჩვენ გავატარეთ რუსთაველზე და ასევე გდანის ციხესთან. და ეს შობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავატარებთ რუსთაველის ქაშვეთის ეკლესიასთანაც იქნება გალობა და ასევე ვიცი რომ ციხეებთანაც არის შეხვედრა. რა არის ჩვენი ძალა არის იმაში, რომ ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ბედნიერება, ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყნის ისეთ გზაზე წაყვანა, როგორც იყო 35 წლის უკან და ის, რომ ჩვენმა გმირებმა რომ აქამდე მოიტანეს ქვეყანა, ეს არის დასაცავი და ჩვენ დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა ვიცავთ ამ დიდ საქმეს, რასაც ქვია ჩვენი გმირების აქამდე მოყვანა ჩვენი ქვეყნის. ქრისტიანობა, ეყრდნობა, უბრალოდ ქრისტიანობა შემოაქვს ფასეულობები ისეთი, როგორც არის სიყვარული, ტოლერანტობა, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, მშვიდობა და ეს არის ის ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ვდგავართ. რომლითაც ჩვენ ვიბრძვით და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით მთელი აგერ უკვე თითქმის 2 თვე ხდება, ხო და მანამდე კიდევ რამდენი თვე იყო. ამიტომ მე მგონია რომ ყოველი დღე ჩვენთვის არის შობის და აღდგომის გახსენება და ამ ფასეულობებით ცხოვრება და შესაბამისად, როდესაც შემოდის უკვე კალენდარულად 7 იანვარი, რა დღესაც აღინიშნება ქრისტეს შობა, უნებრივია რომ ჩვენ აღვნიშნავთ ამას და აღვნიშნავთ მთელი გრძნობით და მთელი შეგნებით. თავარი არის ის, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ქრისტიანულ ფილოსოფიაზე და ამიტომ სიყვარულით, სამართლიანობით და ჭეშმარიტების ძიებით გავიმარჯვებთ. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს დაინიშნოს ახალი არჩევნები. საპროტესტო ბანერები, რომელიც 28 დეკემბრის შემდეგ თბილისში თეატრალური უნივერსიტეტის აივნიდან გადმოფინეს, თბილსერვის ჯგუფმა ჩამოხსნა. მერიის წარმომადგენლებმა მიზეზად ელექტროსადენებისაგან შესაძლო საფრთხე დაასახელეს. ახალგაზრდებისთვის ეს არგუმენტი მიუღებელია. უკვე 21 დღეა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში რჩებიან, ისინი დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ბრძოლა ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე, გამარჯვებამდე გაგრძელდება. დავინახე რომ მოვიდა ეს თბილსერვის ჯგუფის მანქანა, რომელმაც ამ წეთი ჩამოხსნა სამივე ბანერი, რომელიც აი აქ სამ განათებაზე ეკიდა და გვერდზე ხელახალი არჩევნები. გვითხრეს ასეთი მიზეზი, რომ დენის წყაროზე რადგან ეკიდა ეს ბანერები, საშიში იყო რომ ვინმე ჩამოეგლიჯა და დენი დაერტყა ამ განათებას ადამიანებისთვის და ჩვენივე უსაფრთხოების გამო ეს ბანერები ჩამოხსნეს. თვალსაჩინოა და ნათელია, რომ მარტო მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ და ჩვენი ხმა ჩაკვდეს და აქედან არის მოდეს ის ღირსეული მოთხოვნები, განცხადებები და ის ხმა, რისთვისაც დავიკავეთ საერთოდ უნივერსიტეტი და რა პლატფორმისთვისაც ვიყენებთ და ეს არის პროტესტის ჩახშობის მცდელობა. კომუნიკაცია დავამყარეთ, რომ რატომ ხსნით რაღაც ფიზიკურად ვერ გამოვით, რა გველაპარაკეთ და შიგნიდან ვარკვევით და გვითხრეს რომ დარეკილია და აქვს ნათქვამი რომ შეიძლება ვიღაც დაეჯაჯგუროს ამ ბანერებს, იქ გადის დენის კაბელები და შეიძლება დენმა გადაიტანოს და
28-დან არის ჩამოკიდებული და დღეს რატომ მოუვიდა თავში რომ შეიძლება ვიღაცას დემა დაარტყას და მანამდე სად იყვნენ თქვათ შეიძლება ლოგიკაში ეგ ჩავსვათ მაგრამ ლოგიკას რასაც არ ემორჩილება არის ის რომ ამ სამის გარდა კიდევ ქონა ჩამოკიდებული ხელახალი არჩევნების ბანერები და იქით კიდევ ნიშანი ხელახალი არჩევნების და როდესაც იმის ჩამოხსნა დაიწყეს ამას ლოგიკაში საერთოდ ვერ ვსვათ იმიტომ რომ დენი იქ ნამდვილად არ გადის მეგობარი აქტის შემდეგ კონგრესში დასარეგისტრირებლად ემზადება ქართული კოშმარის არაღიარების აქტიც. ინფორმაციას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ავრცელებს ქართული ხალხის მხარდამჭერი ორივე დოკუმენტის შინაარსი შეჯერებული და განხილულია სენატორებთანაც, რაც იმის მოლოდინს აჩენს, რომ ორივე დოკუმენტი კონგრესის ორივე პალატაში მალევე დამტკიცდება. ვაშინგტონი დოკუმენტირებულად ბიძინა ივანიშვილს უკვე არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მეგობარი აქტის მიღება რეჟიმის სისტემის ჩამოშლის მთავარი საფუძველი გახდება. მეგობარი აქტი არის ხაზგასმა იმის თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მეგობრობას და ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. მეგობარი აქტი არის ის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მიატოვოს ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. ჩვენი თანასწორი და თანამშრომლოვანი მეგობრობა და პარტნიორობა აუცილებლად გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება არ იქნება ხელისუფლებაში. ეს არის ზემოქმედების სწორი ბერკეტი და დასავლურ განვითარებულ სამყაროს ზემოქმედების ბერკეტად, დემოკრატიული ზემოქმედების ბერკეტად გააჩნია მხოლოდ სანქციები რუსეთისგან განსხვავებით. რუსეთს ზემოქმედების ბერკეტად აქვს პოლონიუმი, ნავიჩოკი და ტყვია, დასავლურ სამყაროს სანქციები, რაც არის დემოკრატიული ზემოქმედების ფორმა. ივანიშვილს მოუწევს მძიმე სანქციების მიღება საკუთარ თავზე და მის გარემოცვაზე, რამაც უნდა დაახევინოს მას უკან. იმიტომ რომ პირველადი სანქცია, რომელიც ჩვენ ნახეთ და მოვისმინეთ, ეს არის რეალურად გამაფრთხილებელი. ეს სანქციები კიდევ უფრო ფართოვდება და ღრმავდება. ამის მაგალითი არის კიდევ ხელახლა ინიციირება ახალ კონგრესში და სენატშიც მეგობარი აქტის, ხო, ჯო უილსონისა და ეთი ჯგუფის მიერ კონგრესმენების და სენატორების, რაც ითვალისწინებს კიდევ უფრო გართულებას, დამძიმებას, სანქციების იმ პირების მიმართ და უფრო ფართოვდება პირების წრე, ვინც არის პასუხისმგებელი ყველა მოქმედებაზე. ეს არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს არის დარბევა, ეს არის კორუფცია თუ ასე შემდეგ. თავარია ქართული ოცნების რეჟიმს არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება და ამით ვაიძულოთ ახალი არჩევნების ჩანიშვნა. პროცესი მიდის ძალიან კარგად, პროცესი მიდის რუსთაველზე. იქ დგომი მოქალაქეები ვიმარჯვებთ. რა სახით და რა ფორმით მოხდება არაღიარება, ეს ყველა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შიდა ლეგიტიმაცია მათ არ აქვთ და მათ არ აქვთ გარე ლეგიტიმაცია. ბესტიაში სოფელი ნაკრა პოლიციის ალყაშია. პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ბრალდებათ. ვრცელდება ვერსია, რომ შეიარაღებულმა ნიღბიანმა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს, რადგანაც მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია და შესთავაზა წაიღოთ ყველაფერი, რაც გააჩნდათ. თავდამსხმელები მას დაუპირისპირდნენ და ესროლეს. კაცი სავარაუდოდ მოკლულია, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა მას ჭრილობები მიაყენეს, მანქანით გაიტაცეს, ქალი კი ადგილზე დატოვეს. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 4 კილომეტრში ნაპოვნია მანქანაც. ქალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა და დიდი ალბათობით თავდამსხმელებიც ამოიცნო. შესაბამისად, პოლიციისთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები ამ დრომდე არ არიან. სოფელში იპოვეს მანქანა. გატაცებული არის ასამობა თუ რაღაცა. და პოლიცია იყო აქ ადგილზე? პოლიცია იმდენი რომ გადავსებული იყო მთელი სოფელი. ქალია დაკარგული კაცია? კაცი არის. ამას მატობენ და სახლებში შევიდნენ, ყველა ნახეს და ძდილობიანად, კულტურულად არ შეაწუხეს არავინ პოლიცია. რა ვიცი, იქ გადასვლით ახლა აქ ასე მოჩანს თვარად ტები არის და იქ თოვლი ბევრი იქნება. და გადასვლით რა ვიცი არ ამგონია. პოლიცია დადიოს და მე გავიგე მარტო რომ ასეთი ამბავი მომხდარა და პოლიცია წასულა. ნაკრელები არიან? არ ვიცი ნაკრელი არის თუ რა არის, არც კი ვიცი. არ მახსოვს რომ ასეთი რაღაცა მოხდებოდა ახლა პირველადა. საერთოდ არ მახსოვს ესეთი რაღაცა რომ შემთხვევა მოხდებოდა. პირველად მესმის რომ ასეთნაირად მოიქცეოდნენ ის მე არ ვიცი. რა გონია ეს ადამიანი, რა მდგომარეობა გაქვს? ვერ მოგახსენებ, პრესცენს მიმართ და
თქვენი განყოფილება პრეზიდენტის მიმართ და დიოგენი ბატონო, დაგიცხეთ ეს ქალბატონი, რომელიც გზად იქნა გამოძიება მე არა ვერ გეტყვით ვერ მოგაწოდეთ მიმართეთ პრეზიდენტს და დეტალურად გაგცემა პასუხს. გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების პარალელში პრეზიდენტი გაგცემა პასუხს და ჩვენ ახლა დეტალებზე ვერ რა მოხლით თვითონ პიროვნებები დადგენილია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. მუშაობთ კი ბატონო, მუშაობთ ყველა კუთხით, მიმდინარეობს გამოძიება, მოგეხსენებათ და ნუ ახლა სხვა დეტალებს კონკრეტულად სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის რუხის კლინიკიდან ქუთაისში რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. უმძიმესი ტრაგედია დროებით ოკუპირებული ქალის რაიონში ჭოლარიების ოჯახში გუშინ მოხდა. ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლში ხანძარი გაჩნდა. ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ. პაციენტი გადმოყვანილი იქნა რუხის კლინიკიდან დილის 7 საათზე თერმული დამწყობების სახისა და წინამხრის არეში. შემოსვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, კონტაქტური, ადეკვატური, აღნიშნებოდა დამწყობითი ჭრილობები და სახისა და ორივე წინამხრის არეში. პაციენტი კონსულტირებული იქნა კომბუსტიოლოგის მიერ, ჩაუტარდა ჭრილობების დამუშავება ქირურგიული, შეიხვა ასეპტიურად და გადაყვანილი იქნა ქირურგიულ განყოფილებაში. ამჟამად მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის სტაბილური. განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია გადამწყვეტია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი უკრაინას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები მაინც დაჭირდება. ცნობილია, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყო. უკრაინელების პოზიცია ახლა კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან რა თქმა უნდა ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს წელს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე. რაღაც მომენტში იქნება ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის გონებაში ეს არ იქნება თამაშის დასრულება. მისი იმპერიული ამბიციები დარჩება და ის შეეცდება დასვენებას, გადაიარაღებას და საბოლოოდ ხელახლა შეტევას. ასეთ იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი პირდაპირ ეთერში 9-ზე დაბრუნდება ნახევარს.